თბილისში გაიხსნა გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უმაღლესი სტანდარტების დანერგვას ცდილობს. ცენტრი გთავაზობთ როგორც ფსიქიატრიულ, ისე კონსულტაციებს, ასევე მრავალფეროვან თერაპიულ მეთოდებს, მათ შორის არტ-თერაპიასა და პიროვნების ინდივიდუალურ კვლევას. მოდით ახლა ნახოთ თათა გულიკაშვილის სიუჟეტი და შემდეგ ბატონ გულგასთან ერთად გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. თბილისში გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი გაიხსნა. ახალი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ და ეკოლოგიურად ჯანსაღ ადგილას ლისის უბანში მდებარეობს. ფსიქიატრიული კლინიკის გახსნის მიზანია საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სერვისების შეთავაზება. კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის როგორც დამფუძნებლის 17 წლიანმა გამოცდილებამ გააჩინა ახალი გამოწვევები და საჭიროებები, ამიტომ საჭირო გახდა ახალი ცენტრის დაარსება. და უკვე არსებულ მრავალფეროვან სერვისებთან ერთად, რომელიც მოიცავდა დღის ცენტრს და ამბულატორიას, მოხდება საქართველოს სრულიად ახალი მიმართულების განვითარება, რომელიც გაცდება სტანდარტული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს. კლინიკა თანამშრომლობდა და უფრო ფართოდ ითანამშრომლებს სხვადასხვა აკადემიურ და კლინიკურ დაწესებულებასთან, მათ შორის ჩვენს მთავარ პარტნიორთან ლეიდენის უნივერსიტეტთან. მენტალური ჯანმრთელობის ახალ კვლევით ცენტრს პარტნიორული ურთიერთობები აქვს ამ დარგში ევროპის წამყვან სპეციალისტებთან, უნივერსიტეტებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან. I've seen the vision develop of ამ კლინიკას დიდი პოტენციალი აქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ინოვაციას, რომელიც ამ კლინიკაში იგეგმება, ვფიქრობ, უდიდესი მომავალი აქვს. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. კლინიკის გახსნის ღონისძიებას კომპანიის მეგობრები, პარტნიორები და საქართველოს მედიცინის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ კლინიკის შიდა სივრცე, რომლის თბილ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი მყუდრო, ნაკლებად სტრესულ გარემოს ქმნის, რაც ბენეფიციარებს ექიმებთან ერთად საერთო შედეგების მიღწევაში დაეხმარება. ძალიან სასიხარულო მოვლენაა, რომ თბილისს კიდევ შეემატა ერთი მაღალი დონის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი. მოგეხსენებათ, მენტალური ჯანმრთელობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი მაღალი ხარისხის, სიცოცხლის ხარისხის უზრუნველყოფისა ჩვენი მოსახლეობის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ ძალიან სწრაფად ცვალებად, ძალიან სტრესულ სამყაროში, რომ კიდევ ერთი ადგილი არის, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შესაბამისი და მაღალი ხარისხის დახმარება მიიღონ. გუგა სიხარულიძის მენტალური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ბენეფიციარებს ყველა საჭირო მომსახურებას თავაზობს. მათ შორის არაერთ ექსკლუზიურ სერვისს, რომელიც საქართველოში პირველად ინერგება. კურნალობის, ფსიქოთერაპიის, ფსიქოდიაგნოსტიკისა და პიროვნული შესწავლის მიმართულებით. ასევე უნიკალურია ცენტრის სამეცნიერო საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც ეფუძნება ლეიდენის უნივერსიტეტში გუგა სიხარულიძის სამეცნიერო საქმიანობას და სადოქტორო პროგრამას. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან და გილოცავთ ესეთი მნიშვნელოვანი კლინიკის გახსნას და სანამ პირველ კითხვას დაგისვავდეთ, მე მინდა მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახის ყველაზე მძიმე დღეებში თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელმაც მოგვეცით გზა, რომ ჩვენ ფეხზე დამდგარიყავით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეხლა დავიწყოთ საუბარი თქვენ ლეიდენის უნივერსიტეტში, რომელიც მსოფლიო შორტლისტში უпроსტოდ 20-ში შედის, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი, უკვე მეორე დისერტაციას იცავთ და ამ დისერტაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ რაღაც უფრო თეორიული აღქმით და უფრო მასშტაბური კვლევით იწყება ურთიერთობა პაციენტებთან თუ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთან მოვლენ. აი, როგორ ვთქვათ, რამ განსაზღვრა ძირითადად, რომ ეს ცენტრი გახსნილიყო საქართველოში? ხო, ან მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. ანუ ეს ცენტრი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემს კარიერაში, როდესაც მე 2007 წლიდან გახლავართ საქართველოში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი. შემდგომ 2017 წელს უკვე დამოუკიდებლად დავაფუძნე კლინიკა და ეხლა უკვე კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ბევრი გამოწვევების ფონზე, ბევრი სიახლეების დანერგვის სურვილის ფონზე გაჩნდა საჭიროება, რომ
კიდევ უფრო დიდ მასშტაბი მიიღო ჩვენი კლინიკის საქმიანობას და ამიტომ ავაშენეთ და დავაფუძნეთ ახალი ცენტრი. რაც შეეხება თქვათ თქვენს კითხვაში ნახსენებ თქვათ ჩემს სამეცნიერო მუშაობას ლეიდენის უნივერსიტეტში ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც მრავალმხრივია მიდგომა და ასევე ხმარები ჩვენ ადამიანს და როდესაც ასევე ცოდნა პრაქტიკული გამოცდილება ბევრი მიმართულები დავიღებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი დახმარებაც ბევრად უფრო ხარისხიანი და ეფექტურია. ამიტომ ეს თეორიული ნაწილით ეს სამეცნიერო მიმართულება ძალიან გვეხმარება ჩვენ არა მარტო მე, არამედ მაშინ მთელი ჩემი გუნდია მთლიანად ჩართული იმაში, რომ ძალიან ბევრი სიახლე მივიღოთ და ეს სიახლეები მე განვახორციელოთ რეალურ ჩვენ პრაქტიკაში. თქვენს ცენტრში არის დღის სტაციონარი, ანუ ღამე დარჩენის გარეშე პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ, თქვათ, იქ რაღაცა მომსახურება, სხვადასხვა არ ვიცი პროცედურები, რაც ალბათ ბევრისთვის ძალიან კომფორტულია, ხო? დიახ, დღის სტაციონარი, ანუ დღის ცენტრი ეს არ არის ზოგადად სიახლე, ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი, როდესაც ამბულატორიული, ანუ ეგრეთ წოდებული სახში მკურნალობისგან განსხვავებით ექიმს აქვს გაცილებით მეტი საშუალება და არა მარტო ერთ ექიმს, არამედ ამ შემთხვევაში ერთობა მთელი გუნდი, ანუ სპეციალისტებით აქვს საშუალება, რომ გაცილებით უფრო მრავალფეროვანი სიღრმისეული სერვისები და დახმარება შესთავაზონ, ანუ ბენეფიციარებს. მეუღლეს მხრივ ეს არის უაღრესად კომფორტული მკურნალობის რეჟიმი, იმიტომ რომ ადამიანს არ უწევს 24 საათი რაც არ უნდა კომფორტული იყოს კლინიკა 24 საათია. დიახ, არ არის ხელსაყრელი ბევრი პაციენტისთვის, თუ გადაუდებელი რაღაც არ აქვს ალბათ. აი ის რაც ჭირდება პაციენტს რომ დღის განმავლობაში, ეს არის სპეციალისტებთან შეხვედრები, დიაგნოსტიკა, სხვადასხვა ტიპის თერაპია, მედიკამენტების კონტროლიაც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანებმა შეიძლება ქონდეთ რაღაცა გარკვეული გვერდითი მოვლენები, რაღაცა აუტანლობა მედიკამენტების მიმართ, ამიტომ ამის მართვა ხდება დღის საათებში, ცენტრის ფარგლებში, მთელი გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ეფექტურობას მკვეთრად და ამავე დროს პაციენტის კომფორტი არ ერღვევა, იმიტომ რომ სულ რაღაც 5 საათი უწევს ცენტრის პირობებში ყოფნა. ბატონ გუგა, თქვენ ახსენეთ, რომ აი საუბრის დროს რომ ახალმა სიახლეებმა, ახალმა გამოწვევებმა მოგწვა იმის საშუალება, რომ ახალი კლინიკა შეგვექმნა. მოდით ცოტა უფრო სიღრმისში რომ შევიდეთ, რა არის ეს გამოწვევები, რა არის ეს სიახლეები და რას თავაზობთ ადამიანებს? დიახ, სიახლეები ეს არის ანუ ჩვენ უკვე მიმდინა არსებული ან წარსულში არსებული კლინიკის ფარგლებში ძალიან ბევრი სერვისი ჰქონდა. დაწყებული მედიკამენტოზური მკურნალობით, უამრავი ტიპის თერაპია, დიაგნოსტიკური პათოფსიქოლოგიური კვლევები და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა კიდევ ბევრ სერვისს დავამატებთ, ეს ეხება ფობიების მართვას, რაც ძალიან მოთხოვნადია და ხშირია, როდესაც ადამიანებს თქვათ უჭირთ ან თვითმფრინავით გზავრობა ან დახურული სივრცის შეამგადების მერე, კი ამაზე ჩვენ გვაქვს უნიკალური მეთოდოლოგია. ასევე ჩვენ გავცდებით სუფთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს და შეეხება უკვე პიროვნების კვლევებს. არა დაავადების ან სიმპტომის ან აიმეჩივილის, არამედ იმის, რომ ადამიანის ფსიქოლოგია, ხარაქტეროლოგიური მახასიათებლები შევისწავლოთ, რაც უკვე ზოგადად ცხოვრების მენეჯმენტში, იგივე HR-ის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ არის ვინმეს გამზადებული რჩევები, ეს არის კვლევა, ეს არის მონაცემები ინდივიდუალურად ყველა ადამიანისთვის, რომელიც განისაზღვრება ეს ანუ პრინციპში ექსკლუზივი გვაქვს, იმიტომ რომ ეს ამ ტესტის მოქართულება და ადაპტაცია ძალიან რთულია და მე ვარ ამის ავტორი, უფლებების ავტორი საქართველოს ხოლმე და ხოლმე, რომელიც მე მისცემს, მე აუხსნით ეს რას ნიშნავს, ანუ ეს არ იქნება მშრალი კვლევა, როდესაც ადამიანს ფურცელზე რაღაცას დაუწერ და გაატანა, არამედ აუხსნით თითოეული ეს მახასიათებელი რას ნიშნავს და მას როგორ გამოიყენოს მე ცხოვრებაში, ცხოვრების ყველა ასპექტში. ადამიანებთან ურთიერთობაში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. აი, ჩვენ ბევრი მაყურებელი გვიხსნის, ანუ მე შემიძლია მოვიდე თქვენთან, თქვენ ჩემს ფსიქოტიპს მეტნაკლებად შეისწავლით და ცხოვრების გზაზე დამაყენებთ. ასე შეიძლება ითქვას? დიახ, ჩვენ მოგცემთ რჩევებს, როგორ შეგიძლიათ თქვენ უფრო ეფექტურად და სწორად მართოთ თქვენი ფსიქოტიპი და
გამომდინარე უმეტეს ამ სტრესულ გარემოში მე ვამბობდი შფოთვები მაქვს თქვენ და უნდა მოგაკითხოთ თქვენ აი შფოთვა უკვე მედიცინა შფოთვა უკვე არის ის რასაც თქვა ხშირ შემთხვევაში უკვე სამედიცინო დახმარება ჭირდება ან მედიკამენტოზური ან ფსიქოთერაპიული თუმცა თუ ვარ მე ჯამთელი შემიძლია აი ეს თემა რომ გავაგრძელოთ მოვიდე თქვენთან და თქვენ ჩემი ფსიქოტოპიდან გამომდინარე სწორი გეზი მაჩვენოთ არ თერაპიის ანალიზი ანუ თქვენ ფლობდეთ სრულფასოვან ინფორმაციას იმაზე თუ აი მაგალითად პირობითად რა შემთხვევაში თქვენ ფსიქოტიპი როგორ უფრო ეფექტურად მოიქცეოდა და მართავდა რაღაც სიტუაციას გასაგებია ძალიან მნიშვნელოვანია აქვე დიაგნოსტიკაზეც რომ ვისაუბროთ აი როგორ ხდება ამ ყველაფრის დიაგნოსტიკა როცა მოდის თქვენთან პაციენტი დიაგნოსტიკა არის ბევრი მიმართულებით არის ანუ ფსიქიატრის მიერ თითქოს ეს ხდება საუბრი თუმცა თუ როცა ჩვენ საუბრობთ სამეცნიერო კვლევებს და მეციზუსტეს და რაღაცა მონაცემთა კიდე უფრო ფართო დამუშავება გვჭირდება ამ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე ან ფართოდ აპრობირებულ ძალიან მაღალი დონის კლინიკურ კითხარებს რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის მიერ ივსება ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის მიერ ივსება რომელიც კიდე უფრო მეტად სიღრმისეული მონაცემების და მდგომარეობის დამუშავების საშუალებას გვაძლევს აქვე არის უკვე პათოფსიქოლოგიური კვლევები რომელსაც უკვე ატარებენ ფსიქოლოგები რომელიც იგივე ფსიქიკურ პრობლემას არა ფსიქიატრის თვალით არამედ ფსიქოლოგის კლინიკური ფსიქოლოგის თვალით უყურებს და აი მათი ერთობა პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ეს არის ამომწურავი სრული ინფორმაცია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხო ჯანმრთელობას შედეგის მიღებისთვის რა არის მნიშვნელოვანი ერთი ატყობ ადამიანს რომ დახმარება ჭირდება მაგრამ თვითონ ვერ აცნობიერებს და მოყავს მაგალითად ოჯახის წევრსთან ახლობას მეორე თვითონ გაკითხავთ აი უფრო შედეგიანი რომელია და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა სანამ თქვენამდე მოვა როდესაც ადამიანი გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას იღებს ეს მე მგონი მარტო მედიცინას არ შეეხება და ფსიქიკურ ჯანმრთელობის სფეროს ყოველთვის შედეგი ბევრად უფრო კარგია აქ კიდევ მნიშვნელოვანია ის ხელისშემშელი ფაქტორები ერთია რომ რაღაცა ვიცოდე მაგრამ მეორეა რაღაცა მიშილდეს ხელს ეს რაღაცა ფსიქიკურ ჯანმრთელობის სფეროში არის სტიგმა და მე ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ იმის რომ აი ზუსტად 2007 წლიდან როდესაც პირველი შეიძლება ითქვას პოსტსაბჭოთა სივრცეში კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი დავაარსეთ ანუ ეს იყო პირველი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის რომ დესტიგმატიზაცია მომხდარიყო და მინდა გითხრათ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს შეიძლება ვთქვათ რომ ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა იმიტომ რომ დღეს მე მგონი მოდურიც გახდა რომ აი ფსიქოთერაპევტთან მაგ სეანსი ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან სულამო ამიტომ ეს დესტიგმატიზაცია ძალიან კარგია რაც შეეხება მიდგომებს მიდგომა ყოველთვის უნდა იყოს ინდივიდუალური და საჭიროების შემთხვევაში კომპლექსური ანუ არ შეიძლება შედარება პირობითად ჯობია მედიკამენტი თუ ფსიქოთერაპია არა ორივე ერთ-ერთი მეორეს არ ცვლის ორივე ის გამოყენება ერთობლივ მდგომარეობი და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება და ზუსტად ეს არის ჩვენი პრიორიტეტი რომ მიუდგეთ ინდივიდუალურად და კონდეს ყველა ტიპის სერვისი, ყველა მიმდინარეობა, ყველა სახეობა მედიკამენტოზური თუ ფსიქოთერაპიის თუ დიაგნოსტიკის, რომ კონკრეტულად ინდივიდზე მორგებულად საჭიროების შემთხვევაში ის კომბინაცია ავაგოთ და ის გამოვიყენოთ, რომელიც ყველაზე მეტად უფრო შესაბამისი იქნება კონკრეტულ ბენეფიციართან. ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია თქვენთან მოვიდეს. და მოდით რა რჩევას მისცემთ მაყურებელს რომელიც ატყობს რომ აი მე ხა მჭირდება დახმარება აი შესანიშნავი კაცი ვნახე ეთერში და რა უნდა გააკეთოს იმისათვის რომ მოვიდეს თქვენამდე რა გზა გაიაროს გაიგოს მისამართი ალბათ პირველი მისამართი არა ხო არ ჭირდება მას რაღაც წინასწარ მომზადება რაღაცა პროცედურის გავლა თუ ალბათ წინასწარ მომზადება არ ჭირდება თუ ეს უკვე გაცნობი არ უნდა იყოს უზმოთ მასლა ნამდვილად არ არის საჭირო არა არ არის საჭირო ანუ უბრალოდ თუ ადამიანს ჯერ კიდევ ანუ მიხვდა გააცნობიერა მაგრამ ემოციურად შინაგანად უჭირს სასურველია რომ კი ბატონო შეუძლია ადამიანს მაგალითად ინტერნეტში მოიძიოს რამდენად უსაფრთხოა ეს რამდენად რა ბენეფიტს მიიღებს ასარგებელი იქნება აქედან და შეიძლება ეს კიდევ უფრო დაეხმაროს იმაში რომ მან ადულად გადადგას ნაბიჯი და მოვიდეს
ჩვენს ცენტრში თუ სხვაგან. რომელიც მდებარეობს ლისის წრესთან ან ჩვენ ესეც შევეცადეთ რომ გაგვეთვალისწინებინა, ანუ ჩვენი კლინიკას, ანუ ბევრი და ჩვენმა სტუმრებმა ვინც ნახა და არა მარტო სტუმრებმა აღნიშნავენ რომ ეს კლასიკური კლინიკის მით არ არის რაღაც სასტუმროს ტიპის ოჯახური გარემო, ნახატები, ძალიან სადაც თბილი გარემო. ადამიანი იგრძნობს თავს სტუმრად და არა პაციენტად, ასე ლისის ვთქვათ. წრის აი დიახ, ქალაქის ლისთან რომ წვერო ხედებით, არის, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ასე შემდეგ სერვისები ყველნაირ. წარმატებას გისურვებთ. დიდი კიდევ მადლობა. ერთხელ დიდი მადლობა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოშედეგისთვის, მომავლისთვის ამ კლინიკის აი ესეთი თეორიული და სამეცნიერო ცენტრის არსებობა. წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ. უღმესი მადლობა წარმატებას გისურვებთ.